თქვენ იცით და ისიც გავახსენოთ ჩვენს მაყურებელს, ყველამ კარგად იცის უკვე, რომ 2 თვის წინ, დაახლოებით 2 თვის წინ, თუ არ ვცდები 14 აპრილს ბატონი გახარია პირველად. ხო, ეს გამონაკლისი იყო პოლიტიკურ ლიდერებში, ამიტომ არ მგონია ვინმეს დავიწყებოდა ეს ამბავი. პირველად იყო მისული და მაშინ საკმაოდ ესეთი ჩემი აზრით და ჩვენი აზრით ვფიქრობ, რომ საკმაოდ დიდი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური დარტყმა განიცადა ლუკიანის ეგრეთ წოდებულმა კომისიამ, რადგან ძალიან ესეთი მწარე სიმართლის მოსმენა მოუხდათ ბატონი გახარიასგან. ეხლა როგორც ჩანს, ახლა ემზადებიან მეორე რაუნდისთვის და არ ვიცი, სავარაუდოდ ფიქრობენ, რომ რაღაცა ტიპის, ასე ვთქვათ, ანგარიშწორება ახლა მაინც, ასე ვთქვათ, განახორციელონ ბატონი გახარიას წინააღმდეგ, რომელიც დღესაც მზად არის ჩაერთოს კომისიას დისტანციურ რეჟიმში. უბრალოდ გაუგებარია და ობიექტურად ძალიან გვიჭირს ახსნათ, რატომ არიან ასეთი წინააღმდეგი დისტანციური ჩართვის და თქვათ, რომ დისტანციური ჩართვას ითვალისწინებს თავად კომისიის დებულება. ერთი. ასევე ვთქვათ ისიც, რომ როდესაც აი პირველი მისვლის საკითხი განიხილებოდა, მაშინ თავად კომისიის მხრიდან იყო შეთავაზება ბატონი გახარიას წარმომადგენლის მიმართ, რომ მას თუ ექნებოდა სურვილი, შეეძლო ესარგებლა დისტანციური ჩართვის მეთოდით. მეორე და მესამე ასეთი ტიპის ჩართვები უკვე რამდენჯერმე ქონდა კომისიას. მე სხვათა შორის აი ახლა თქვენს ეთერში შემოსვლამდე, აი რამდენიმე ფოტო თუ არ შეიძლება, ნახეთ აი rendენიმე ფოტო, ეს უბრალოდ აი ამ ეგრეთ წოდებული კომისიის ხდომებია, სადაც ეგრეთ წოდებული გამოსაკითხი პირები ონლაინ რეჟიმში ერთვებიან კომისიას. და თუ არ ვცდები ხვალაც 23 ივნისს კიდევ ერთი ასე ვთქვათ გამოსაკითხი პირის კადრი გამოჩნდა ზუსტად თქვენმა პრესამსახურმა მოგვაწოდა. თქვენ მოიძიეთ ეს ინფორმაცია როგორც არგუმენტი. იმიტომ რომ როგორც წესი ახლა ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ თავისი პროპაგანდა ბოლომდე გაიტანოს და ადამიანები მოატყუოს და ახლა რა თქმა უნდა ამას იძულებული ვართ რომ დაუპირისპიროთ სიმართლე ხო და ამიტომ ახლა ეს ფაქტები. რა არის მოტივი? მათი მოტივი. არ ვიცი, ყველაფერი შეიძლება იყოს მათი მოტივი, ხო? შეიძლება თქვენ რომ აი მე წავეშვა ქართულ ოცნების წარმომადგენლები რო არ დადიან ეთერში, გვიწევს ხოლმე ჩვენ რომ ამაზეც გეტყვიან რომ ისეთ მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი რომ შეიძლება ასე ლაივ რეჟიმში ერჩიონ. მაგრამ ხა უბრალოდ რას ცვლის საინტერესოა თვითონ და ვიცით რომ პროკურატურაში მიდის იკერება ეს საქმე თუ მწიფდება, არ ვიცი, როგორც ვიტყვით ხომ, ამიტომ რაღაცნაირად უნდათ რომ ჩამოიყვანონ პირველი შემთხვევა, როდესაც ფაქტობრივად კომისია თავად ამბობს უარს პირის გამოკითხვაზე. იმიტომ რომ ხა პირდაპირ თქვათ, ხა ონლაინ რეჟიმში გამოკითხვა პირის დისტანციურად თუ ფიზიკურად მივა ეს ადამიანი კომისიაზე, ხა ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს. ხო, ხა თუ მართლაც მათი მთავარი მიზანი და ამოცანა არის ჩორჩანის ეპიზოდის გამოძიება და ამ ეპიზოდთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა, მაშინ ბატონი გახარია მზად არის და ჩაერთვება და თუ სისხლის სამართლის საქმე აგიზრდება და ყველაფერი მიდის აქეთკენ, ხო, რომ ფაქტია ხა ვერ ვიდავ სისხლის საქმეზე და გამოუცხადებლობაზე და ზოგადად გახარეს გარშემო რაღაც სისხლის სამართლის საქმე მწიფდება. გამოცხადებას როგორც თავად ეძახიან, თორემ განმარტა ბატონი. დაბრუნდება თუ არა ბატონი გახარია საქართველოში? ციტრალი ბატონი გახარია მაგის გამო არ არის სასული. მას ეს ვიზიტი დაბრუნდება ხო? რა თქმა უნდა. მას ეს ვიზიტი ქონდა დაგეგმილი. ანუ ის ზადაროც ხეში ჩაჯდეს. თუ ამას იზამს ქართული ოცნება. ნახოთ, ახლა ყველაფრისთვის მზად ვართ. ახლა დღევანდელი ავტოკრატიული რეჟიმისგან ყველაფერი მოსალოდნელია, ხო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ვინმეს შეაშინებენ. მით უფრო ბატონ გახარიას და თავად არიან მშიშრები. ახლა აქ ნახეთ პირდაპირ, რომ ხვალ პირველი შემთხვევაა, როდესაც თავად ამბობენ უარს ადამიანის გამოკითხვაზე, რომელიც თითქოს მათი მიზანი იყო, ხო? ამიტომ ახლა ასეთი მშიშარა ოცნებისგან, რომელიც რა თქმა უნდა უკან იხევს ამ შემთხვევაში ხა ეს ფაქტია, რომ უკან იხევს ჩორჩანის ეპიზოდის გამო, ანუ ეპიზოდის გამო, როდესაც ხო აჩვენებს ეს რომ ხაჭაშვარტებს დადგენა მათი მიზანი არ არის რედისეთაც ერთადერთი თუ ერთ-ერთი გამონაკლისი თუ ერთადერთი არა ის იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც სახელმწიფომ გამოიჩინა ღირსეული პრინციპული პოზიცია და დაიცვა ჩვენი ქვეყნის მიწა, დაიცვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოება, თან ეს გააკეთა ისე რომ ამას არანაირი სამხედრო ესკალაცია დაპირისპირება მით უფრო ომი არ მოყოლია. ამის გამო რომ ადამიანს მოღალატედ გამოაცხადებს საბოტაჟში და დანაშაულებ უცხო ქვეყნის დაწინაურებაში და დანაშაულებდა მით უფრო ეს ახლა კიდევ მეორე ისტორია. ახლა ქართო გვაქვს deep state-ის როლი. deep state-ის ზარის გამო დააწინაურეს, ხო? და მაშინ ანუ რაღაცნაირად გვიყვებიან რომ ტერიტორიებიც დაგვიკარგავს, ამას გვიყვებიან მათ პირობებში. deep state-ი მართავდა თურმე რაღაც გადაწყვეტილებებს იღებდა მათ პირობებში. პრაქტიკულად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიას უკრაინაში ომის დაწყებიდან
ძალიან აითვლიან ესე გამოდის მანამდე რაღაც ისეთი ჩარევები ყოფილა არც მშვიდობა ყოფილა ძალიან უცნაური საქმეა მე მგონი ყველაზე რაღაც თავის შინაარსით ყველაზე ცინიკური საქმეც შემოინახეს გიორგი გახარიას თუ ეს ბიზნეიმანშვილის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განსაკუთრებული ეს იგრძნობოდა არა ტექსტი დაემუქრა ეს არა მარტო გახარიას არამედ მის პარტიის წევრებმა იგრძნობოდა რომ ყველაფერი გაგრძელებაა კი ბატონო ეხლა deep state რადგან ვახსენეთ ხო ნუ მოდი ესეც ვთქვათ რომ ანუ მაშინ რა გამოდის თუ ოცნება deep state-ის დავალებით ხა ამაზე საუბარი ხო სერიოზულად ალბათ ძალიან რთულია მაგრამ ნუ რადგან ეს პროპაგანდა მომდინარეობს და რადგან სამწუხაროდ ამ პროპაგანდის გავლენით ნუ შეიძლება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს ამის მართლაც ჯეროდეს მოდი მოკლედ ესეც მიმოვიხილოთ ხო ანუ რას ნიშნავს ანუ ოცნება იყო რეჟიმი რომელიც ამდენი წლის განმავლობაში თავად ვერ ღებულობდა გადაწყვეტილებებს და მუდმივად deep state-ის კარნახით მოქმედებდა მათ შორის ისეთ სერიოზულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს როგორიც არის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის შერჩევა და ანუ მაშინ რა არის ეს deep state ხო ვერ დავადგინეთ საბოლოო ჯამში ეს კიდევ ცალკე ამბავია ხო დუგინის პოსტებიდანაც კი არ ამოიკითხება კარგად თორე ესენ იმას ეკდნობიან თავის პრევ ამათი მოგონებით მაშინ გამოდის რომ თავადაც deep state-ის ანუ უცხო ქვეყნის ინტერესებს ატარებდნენ ამდენი წლის განმავლობაში და ეხლა მხოლოდ ბატონ გახარიას ედავებიან ბჭყალებში უცხო ების გატარებაში თითქოს ჩვენი ქვეყნის საზიანო და თურმე ჩვენი ქვეყნის მიწების და ტერიტორიების დაცვა თურმე ეს უცხო ქვეყნის სამსახური და საბოტაჟი და ღალატი ყოფილა რაც პირდაპირ ემთხვევა სხვათა შორის ჩვენი სეპარატისტული რეჟიმის და ბიბილოვის გამონათქვამებს და მათ პოზიციებს ახლა რეალურად და ოცნება და ის კომისია ეგრეთ წოდებული და მათი წევრები და ზოგადად ოცნების ლიდერები და იგივე ბიბილოვი და ამ ასე ვთქვათ სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლები სრულიად ერთი და იგივე ნარატივით საუბრობენ თქვენ პარტიის წევრები შეიძლება არ მოეწონათ ეს შედარება, მაგრამ ამავე კომისიამ 2008 წელს ომის დაწყება პრაქტიკულად საქართველოს დაბრალა, ანუ რასაც ედავებოდნენ ნაციონალურ მოძრაობას და ახლა იგივე ტიპის პრობლემა მოგეწონება. ახლა ჩვენ არასდროს ვიქნებით მომხრე. არა, ამაზე არ ვამბობ. ნაციონალურ მოძრაობის მიმართ წარდგენილ ამ ბრალდების ანალოგიაზე საუბრობ. ამ პარტიასთან დაპარალელება გულისხმობს რაც საქმე რომ არ მოგეწონა. კობახიძემ ხო? გახსოვდა ახლა რამდენიმე დღის წინ თქვა რომ ეს ჩორჩანას ეპიზოდი 2000 წელს თქვენ საუბრობთ ახლა 2008 წლის მინი მოდელი იყო ანუ ხო ეს სიტყვით ასე თქვა რომ ანუ გახარიაც იგივე ასე ვთქვათ რანგში გაიყვანა ომის დაწყების თვალსაზრისით და ამიტომ ახლა ერთადერთი რაც მაშინ გახარიამ გააკეთა იყო ის რომ შეინარჩუნა მიწები და ეს ძალიან უყვართ ეს მილიონებში გადაიყვანეს ჰექტარები და თუ მილიონები უნდათ ძალიან უცნაური დათუა იყო კიდევ ერთხელ გავახსენოთ ჩვენს მაყურებლებს რომ 17.5 მილიონი კვადრატული მეტრის ტერიტორია შენარჩუნდა. ხო, ну ასევე უნდა დავთვალოთ ალბათ იმ ტყეების და იმ ტერიტორიების ფართობები, რომლებიც მათ საკუთარი ოჯახებისთვის საკუთარი. ну, კი ბატონო, ხო შეიძლება აღმოჩნდეს რომ უფრო მეტი საკუთარი ოჯახის წევრებისთვის აქვს. ესე ამ ფონზე ხა კითხვაც ჩდება რომ რა გინდათ არჩევნებში შეიძლება ეს მაყურებელი გიყურებდეთ და ეს პირდაპირ ესეთ კითხვა უჩნდებოდეს თან თუ სხვებიც შემოვიდნენ, არ ვიცით არ არის გადაწყვეტილი საკითხი, რაიმე სამართლიანობის მაგვარის მოლოდინი გააქვთ რომ მიიღებთ ეს არის არჩევნებში შესვლა არ შესვლის საკითხი არ არის დაკავშირებული იმასთან რამდენად სამართლიანი იქნება გარემო ანუ გარემო რომ არ არის სამართლიანი დამკვირვებლებიც არ გვეყოლებიან საერთაშორისო აგერ ვიგებთ კი ბატონო სამწუხაროდ და კიდევ მეტრამეს გავიგებთ დიდი ალბათობით საიმისოდ რომ ოცნებამ მართლაც იძულებული გახადოს ყველა ნორმალური მარტივად რო თქვა კიდევ უფრო ცუდ პირობებში ჩატარდება ვიდრე ოდესმე ეს კითხვა ხომ უნდა დაგვიბადოს რატომ აკეთებს ამას ხომ ანუ ხ გარკვეული პოლიტიკური პარტიების პოზიცია და მათ შორის ექსპერტების არის რომ აკეთებს იმიტომ რომ თითქოს გვაიძულოს რომ მივიღოთ მონაწილეობა მაგი კი არა ახლა ამ ჩორჩანის ეპიზოდზე საუბრობ და ეს ეპიზოდიც კი ასე ახსნეს რომ თითქოს აიძულებსო გახარიას რომ მიიღოს გინდა თუ არა მიიღოს მონაწილეობა და ამ დროს ორი თვეა ვამბობთ რომ ვემზადებით ამ არჩევნებს ხო გახარიას აღარ არის არანაირი საჭიროება კიდევ მეტი იძულებს და მე სრულიად საპირისპიროს ვფიქრობ და ჩვენ ესე ვფიქრობთ რომ ეს სრულიად პირიქით ხდება სწორედაც იმიტომ აკეთებს ამ ყველაფერს რომ საბოლოო ჯამში არ რატომ ანუ რა საფრთხესელის იმიტომ რომ მას საფრთხეზე არ არის იმიტომ რომ მას უნდა სრულად გაათავისუფლოს ეს პოლიტიკური ველი ჩაკლას პოლიტიკური პროცესი. ოცნებისთვის დღეს პრობლემას არ წარმოადგენს, ასე ვთქვათ, ქუჩის პროტესტთან გამკლავება, ანუ მათ შორის რაღაც თავშეთ მათი გაგებით და მათი აღქმით შეიძლება ნაწილობრივ ასეც იყოს რაღაც რადიკალური ოპოზიციური პარტიებთან დაპირისპირება და ასე შემდეგ. ეს რაღაცნაირად შეისწავლა და კარგად უნკლავდება ამ თემას, მაგრამ ანუ კომპეტენტური, ასე ვთქვათ, პოლიტიკური პარტია, რომელიც პოლიტიკურ პროცესში გაუწევს ჯანსაღ კონკურენციას, აქ მართლაც ხედავს. ჯანსაღი კონკურენცია სიფსესად არის. ბატონო, მესმის რომ არ არის, მაგრამ ნახეთ, ამის გამო
ჩვენ ამ ბრძოლის ველიდან გაქცევას და ჩვენი ამორჩევლების მიტოვებას არ ვაპირებთ, ხო? ანუ ის რომ კითხავთ კი, არ გედავებით, უბრალოდ თქვენ რას ეუბნებით, მაგალითად ამ მომრჩეველს, რომ მოვიდნენ, ანუ რა დახვდებათ მანდ და აი მეორე დღეს რა ვითარება შეიძლება იყოს, როცა გამოცხადება რა, აი რა არის თქვენი გზავნილი, საზრისი რა არის მათთვის ამ პროცესში მონაწილეობა? აი ერთი სიტყვით რა შევაფასოთ, რაზეც თქვენ საუბრობთ. ახლა თქვენ აი ერთი სიტყვით რომ ავხსნათ, რაზეც მეც გეთანხმებით, ეს ასეა, რომ ჩვენ გვაქვს საქმე უთანასწორო ბრძოლასთან, ხო? ანუ სრულიად უთანასწორო პირობებია, ხო? ანუ მთელი ძალაუფლების, მთელი კონსოლიდაცია არის ოცნების მხარეს, სახელმწიფო სისტემა მთლიანად ხელისუფლების ყველა შტო, საკანონმდებლო აღმასრულებელი სასამართლო, მაგიგერა ეგრეთ წოდებულ მეოთხე ხელისუფლებასაც მიადგნენ და ტელევიზიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს რას უკეთებენ. ლიდერებით ციხეში შესაძლოა თქვენიც მათ შორის. ანუ აი ერთი სიტყვით რა ახსნათ, უთანასწორო ბრძოლა. და ჩვენ უთანასწორო ბრძოლის გამო ბრძოლის ველის მიტოვებას ვაპირებთ თუ არ ვაპირებთ, ჩემი აზრით ეს არის აქ საქმე. და ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ. ეხლა კარგად გვესმის და პატივსცემთ სხვა პარტიების გადაწყვეტილებებს, ხო? ეხლა ჩვენ დარწმუნებული ვართ ერთ რამეში, რომ ჩვენი მიზანი ყველასთვის არის საერთო. ეს საერთო მიზანი არის ივანიშვილის მოძალადე ავტოკრატიული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოღალატე რეჟიმის დამარცხება ოპოზიციაში გადაყვანა და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ როგორც ჩანს, ამ მიზნისკენ მიმავალ გზები, ტაქტიკა და სტრატეგია განსხვავებული. თუ მარტო იქნებით ამ არჩევნებში, აი ამ მსხვილი ოპოზიციური პარტიებიდან, კოალიციებიდან, აი ლელოს პოზიცია არის, ხო, ჯერ გაურკვეველი ორ სხვა მსხვილ მოთამაშეს ნათქვამი აქვს თავის პოზიცია და რა ვიჯერჯერობით არ ჩანს რომ შეცვლიან მარტო ყოფნაც არ ცვლის ხომ ამ პრინციპს რასაც თქვენ საუბრობთ და რა არის სამიზნე მაჩვენებელი აი რა კონკრეტულ მიზანს უნდა მიაღწევთ ეს რამე პროცენტია რომელიც აი მაგალითად ლელო ამბობს ხოლმე რომ თბილისის გამოგლეჯვა არის შესაძლებელი თქვენ ხედავთ ასეთ შესაძლებლობას თუ მიზანი უბრალოდ მონაწილეობაა ნახეთ მიზანი არის ბრძოლის გაგრძელება აი ძალიან ხშირად გვესმის რომ თითქოს არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმთან თანამშრომლობას. ეს ხშირად ისმის ეს ტერმინი, ისმის ტერმინი ლეგიტიმაციას და ასე შემდეგ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა თუ თანამშრომლობას, არამედ პირიქით არჩევნებში მონაწილეობა არის ივანიშვილის რეჟიმთან წინააღმდეგობა. ეს ორი სხვადასხვა რამეა და ეს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კი ბატონო, თუ ჩვენ შევთანხმდებით, რომ ეს მართლაც არის წინააღმდეგობა, მაშინ კი ბატონო, ყველამ დაარქვას თავის სახელი, მონაწილეობა უფრო ეფექტური გზაა თუ ბოიკოტი. ჩვენ ვთვლით, რომ ბოიკოტი არ არის ეფექტური გზა. მიუხედავად ამ არათანასწორი პირობებისა და უსამართლო ასე ვთქვათ გარემოსი, ხომ? ამიტომ პირველ რიგში რაც თქვენ იკითხეთ სხვა პარტიების შესახებ, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მარტო არ დავრჩებით. ღრმად ვარ მაშინ დარწმუნებული და ნუ ახლა ჩვენ ხედავთ ლელოს პოზიციის ცვლილებას და ნუ დარწმუნებული ვართ, რომ ისინი საბოლოო ჯამში მიიღებენ სწორ პრაგმატულ გადაწყვეტილებას, ხო? ახლა ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ ჩვენ პოზიციებს სხვების კარნახითან, ბულინგითან, მათ შორის მაშინებით პრაგმატიზმი რაშია? აღებულობთ. პრაგმატიზმი სწორედ ამაშია. პრაგმატიზმი სწორედ ამაშია, რომ პოლიტიკურად მათ შორის მშვიდობიანი გზებით რადიკალიზაციის, რევოლუციების და ასე შემდეგ გარეშე შეძლო და დაასუსტო. მესმის რომ ჩვენ ვერ დავამარცხებთ ასე მალე რეჟიმს, რომელმაც შეძლო ამ ხელა ძალაუფლების, უზარმაზარი ძალაუფლების კონსოლიდაცია, მაგრამ ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ შეიძლება ამისთვის მეტი დრო დაგვრჩათ. აი როგორ გაზომავთ შედეგს? ნაბიჯ. ჩვენ ამ კონკრეტულ არჩევნებს ვერ დავიყვანთ ამ კონკრეტული არჩევნების აი ამ ბრძოლის, დიდი ბრძოლის თამასას ვერ დავწევთ რაც თქვენ იკითხეთ იმდონეზე, ანუ პროცენტებზე, მანდატებზე და ასე შემდეგ. ხო, რა თქმა უნდა ეს საბოლოო ჯამში იქნება მიზანი. აი ლელო ამბობს რას ხედავს აქ, ხედავს რომ აი იქნება ბრძოლა უბნებზე, თბილისი შეიძლება მოვიგოთ, იმიტომ რომ ძალიან დაბალი აქ ოცნებას პროცენტი და რაღაც აი გაზომვად მიზანს ასახელებს. ამაზე არა მხოლოდ თბილისზე, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ თქვენგან არ გამიგია რომ აი ჩვენ შეიძლება თბილისი მოვიგოთ, შეიძლება მე არ გამიგია, ამიტომ ეს განცხადება ეფუძნება კონკრეტულ შედეგებს, კონკრეტულ ინფორმაციას და კონკრეტულ ციფრებს, ხო? ახლა ჩვენ თუნდაც რომ შევხედოთ იმ გაყალბებული ნამდვილად 2024 წლის კი ბატონო 26 ოქტომბრის არჩევნებს, მაშინაც თბილისში და საქართველოს ბევრ ქალაქში ოცნება მიუხედავად იმ გაყალბებისა, მაინც წააგო საერთო ჯამში ოპოზიცია. თბილისში მოგება გაყალბებითაც კი ძალიან გაუჭირდება თუ ოპოზიცია ერთიანად შევა ეს არითმეტიკული ინფორმაცია რომ თუ მათ შორის ბევრ სხვა რამესთან ერთად ეხლა ცდილობენ გადმოწერას.
ჩვენი მოქალაქეების სხვადასხვა ქალაქებიდან მათი წარმომადგენლების, მათი მხარდაჭერების იმისათვის, რომ ხელოვნურად გაზარდონ კონკრეტულად თბილისში დაუშვათ მათი მხარდაჭერების რაოდენობა. გეყოლებათ მერობის კანდიდატიც? არა, ჩვენ ამ ეტაპზე კანდიდატებთან დაკავშირებით მოდი ასე ვთქვათ, რომ გადაწყვეტილების ნაწილში ვთქვათ, რომ ჩვენ ჩამოყალიბებული ვართ, ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს და უკვე რამდენიმე დღეა. თუმცა მაინც შეიძლება შეიცვალოს გადაწყვეტილება. ნახეთ, ყველაფერი შეიძლება ესე შეიცვალოს. მაგრამ ნახეთ, ანუ ჩვენ ირაკლის უნდა დატოვოს ეს ალბათ. გადასული სხვა ეტაპზე ირაკლი, როდესაც ჩვენ ვართ დაკავებული პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატების შერჩევას. ამიტომ ჩვენი საკუთარი პარტიული კანდიდატების წარდგენას არ ვაპირებთ მერობის არჩევნებზე. პოლიტიკური კამპანიის ჩატარებას რაზე აპირებთ? პოლიტიკურ თემებზე, აი რაც ხდება ქვეყანაში იმაზე თუ თვითმმართველობის თემებზე, კანალიზაცია, გზები, ასე საკითხი. რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში წინ იქნება წამოწეული პოლიტიკური საკითხი. ჩვენ რადგან ვამბობთ, რომ ეს არის ბრძოლის არჩევნები, რა ბუნებრივია, ეს მხოლოდ მუნიციპალური თემებით ვერ შემოიფარგლება და არ შემო ნორმალურ სიტუაციაში კი ბატონო, ეს ნამდვილად არის ასეთი არჩევნები. ერთიან კანდიდატის მიმართ ღია ხართ, როგორც ხვდებით, თუ მაგალითად ლევონ ეს კარგად გესმოდეს რატო? იმიტომ რომ ფაქტობრივად შეუძლებელია პარტიულ კანდიდატზე შეთანხმება, ხო? ეს არ გამოვა. აპოლიტიკური ორნაქმარები და უშვილო ცოტა. ეს არ გამოვა და რადგან არ გამოვა, ამიტომ ჩვენ ამ ერთიანობისკენ გადადგმული ნაბიჯია სწორედ ჩვენი თანხმობა პოლიტიკურად ნეიტრალურ კანდიდატებზე. თორემ ახლა ჩვენ ძალიან ბევრი ლელოს რაღაც ნომრის დათმო დაახლოებით დაახლოებით იგივე არის ესეც, ხო? იმიტომ რომ ჩვენ გახსოვთ რა ერთი თვის წინ დაახლოებით დავსვით საჯაროდ ეს კითხვა, ეს ქარდი ცნობილი ტრიალებდა რამდენიმე დღის განმავლობაში და ეს კითხვა დავსვით იმ პარტიებს, მათ შორის ლელოც მაშინ ლელოს პოზიციაც უფრო ბოიკოტისკენ ეხლებოდა, რომ რას აპირებენ, რა ალტერნატიულ გეგმას სთავაზობენ ჩვენს მოქალაქეებს. თუმცა მაგ შემთხვევაში თუ ბოიკოტს აზრი, თქვენ რას აპირებთ, რომ შედიხართ თორე იქ გასაგები რაც არის არენდობენ საარჩევნო პროცესს და თქვენ არენდობით საარჩევნო პროცესს, მაგრამ მაინც აპირებთ მაშინ მონაწილეობას. იმიტომ რომ ბრძოლიდან არ გავდივართ. აი ეს არის მარტივად ამის ახლა ეს არის, რომ ახლა რეჟიმი უმკლავდება არსებულ სიტუაციას. ასე აფასებთ, ანუ თქვენ რეჟიმის ვითარებას არ თვლით, რომ მას ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს ამ ლეგიტიმაციის არ არსებობის პირობებში და თუ ასე გაგრძელდება, ის იყანყალებს და არის შანსი, თუ ახალ სუნთქვას არ გაუხსნათ, ეს აპირისპირო არგუმენტები რომ მოვიყვანოთ, რომ ის ჩამოიშალოს. ახალი სუნთქვის გახსნას ნამდვილად არ ნიშნავს და არც იმას არ ნიშნავს, რომ ამ რეჟიმის არალეგიტიმურობის პროცესი უნდა გაგრძელდეს, არც იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა უნდა გავაჩეროთ იმისთვის, რომ ამ რეჟიმის დელეგიტიმაცია გაგრძელდეს, არც იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დღის წესრიგიდან სხვათა შორის ესეც გავიხსენოთ, ეს ჩვენი მთავარი პოლიტიკური მოთხოვნა, რაც არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ეს უნდა მოხსნათ, არც იმას არ ნიშნავს, რომ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვისთვის ბრძოლა უნდა გავაჩეროთ, არც იმას არ ნიშნავს, რომ ქუჩაში პროტესტში ჩვენი მონაწილეობა უნდა შევასუსტოთ და შევამციროთ. ანუ ჩვენ არჩევნებს უყურებთ როგორც ერთ-ერთ ფრონტს, ხო? ანუ ეს არ არის ყველა ბრძოლას, ყველა ომს, ასე ვთქვათ. თუმცა რაღაცა მაინც უნდა წარმოგედგინოთ, რომ ეს არის წარმატება და ეს არის წარმატებობა, ხო? მესმის რომ პოლიტიკური პარტია რო არსებობს არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ეს ერთ-ერთი ყველაზე ანომალიური მოცემულობაა და ეგ დილემა ალბათ ყველა პარტიას აქვს, მაგრამ ასევე ანომალიური მოცემულობაა, რომ არ იყოს რაღაცა წარმოდგენა კონკრეტულ გაზომვად შედეგზე, ხო? კამპანიები ხო ასე იგეგმება. ეხლა უჩვეულო სიტუაცია და აქვე დავამატებ, რომ გაყოფილი პოზიციები პარტიების მხრიდან კიდევ არის ერთი რამე, რითიც შეიძლება რეჟიმი სარგებლობდეს, ხო? მიუხედავად იმისა, თქვენ როგორი წარმოდგენა გაქვთ ერთმანეთზე პარტიებს, რაღაცა ტიპის არა ერთ გაერთიანებაზე სრულად, მაგრამ რაღაც თანამშრომლობაზე ამ საზოგადოებაში დაკვეთა იყო და რაღაც პერიოდი გამოვიდა კიდეც ასეთი კოორდინაცია პარტიებს შორის. აი ეს კიდე რაღაც დამატებითი ნიჰილიზმის შემომტანი ხომ არ არის, აი ამაზეც რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ძალიან გაგიჭირდებათ ადამიანების მოტივირება, რომ არჩევნებზე მივიდნენ. პირველ რიგში მოდი თქვა, აი ამ გაზომვადი ასე ვთქვათ შედეგები. ნეიტრალური იმას ნიშნავს, ბოდიში დავამატებ, რომ მხოლოდ შენი ამორჩეველი არ უნდა მოვიდეს. კი ბატონო, რა თქმა უნდა, მოდი ერთი ვთქვათ, რომ ამისთვის ჯერ კიდევ დრო გვაქვს და დრო არის დარჩენილი. ხო, ახლა კარგად ვიცით, რომ 4 აგვისტოა ის თარიღი, როდესაც პარტიებმა ოფიციალურად უნდა გააკეთონ განაცხადი არჩევნებში მონაწილეობას. ეს ერთი. იქიდან გამომდინარე, თუ კონკრეტულად რომელი პოლიტიკური პარტიები ჩამოყალიბდებიან არჩევნების გზით, გაუწიონ წინააღმდეგობა ივანიშვილის რეჟიმს, შესაბამისად დაიდება კიდეც ეს მოლოდინები, რა თქმა უნდა, ჩვენ არ არის
რეალისტური მოლოდინების და ზოგადად არ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არარეალისტურ პროგნოზებს აკეთებს და მოლოდინებს უქმნის ჩვენს საზოგადოებას, ვართ პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია და შესაბამისად ჩვენს მიერ გაცხადებული მოლოდინები და გეგმები და ბრძოლის მიზნებიც იქნება საკმაოდ რეალისტური და რეალობასთან საკმაოდ ახლოს მდგომი, ხო? ამიტომ ჯერ ამის დრო გვაქვს. რაც შეეხება ერთიანობას, მოდი ესეც კიდევ ერთხელ კარგად ავხსნათ ახლა. ჩვენ ერთიანობა მიზანთან მიმართებაში ჩვენ ერთიანობის არანაირი პრობლემა არ გვაქვს. მათ შორის ისეთ პოლიტიკურ პარტიებთან, ვისთანაც ჩვენ გვაქვს სერიოზული, ასე ვთქვათ, მენტალური და იდეოლოგიური და ასე ვთქვათ, განსხვავებები და წინააღმდეგობები, ხო? და ამიტომ, როდესაც იგივე იმ პლატფორმაზე შეიქმნა ეს კოორდინაცია და ვიყავით ჩვენ სამის ნაწილი, ხო? მაშინ ვამბობდით ჩვენ, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნისთვის, უკანონო პატრონების გათავისუფლებისთვის ჩვენ ამ კოორდინაციას ვინარჩუნებთ, მაგრამ აქ ახლა საერთო სიებზე და ასე ვთქვათ, სტრუქტურულ სისტემურ გაერთიანებაზე ბუნებრივია, ძალიან რთული იქნება ჩვენი საუბარი იგივე ნაციონალურ მოძრაობასთან და მის განაყოფებთან, ხო? ამიტომ ამბობთ, რომ დღეს მას შემდეგ რაც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არჩევნების გზით დაუპირისპირდეს ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმს, ჩემი აზრით ეს უპარტიო კანდიდატების თემა შეიძლება იყოს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი ფაქტორი, სწორედაც აი ამ ერთიანობის მისაღწევად, იმიტომ რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება ამ ვითარებაში პარტიულ როგორი უნდა იყოს ეს კანდიდატები, აი ვის ხედავთ შეგიძლიათ საზოგადოებას, პირველ რიგში უნდა იყოს როგორ ვთქვათ, ანუ აი ხალხის კანდიდატები, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ანუ აქ ხო იყო ხშირად საუბარი, რომ აი ხა ქუჩაში პროტესტი რაც მიდის, ის არის იქ ნაკლებად ჩანამ პოლიტიკოსები. ჩვენ ვამბობთ, რომ მოვიდა დრო, როდესაც პოლიტიკა უნდა დაბრუნდეს პოლიტიკა, შეძლებს და გვარად რამდენადაც შესაძლებელია, ხო? მაგრამ ანუ აი ამ ხალხთან, პროტესტის მონაწილეებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან აი მათი დარწმუნებაც კიდეც ცალკე თემა არის რა, რომ ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ არ გვაქვს რაღაცა ღრმა ფოკუს ჯგუფები ჩატარებული, მაგრამ ზედაპირულად რაც შეგვიძლია შევაფასოთ, აქტიური ნაწილი ვინც არის პროტესტის დღეს თითქოს მათი განწყობა უფრო არ თითქოს რა მონაწილეობისკენ იხრება და სახედავთ ამ დიალოგის სივრცეს. ეს იმიტომ რომ მონაწილეობა ჩაითვალა თანამშრომლობად. ეს ჩემი აზრით მხოლოდ ამიტომ, ანუ ჩვენ არა მოსმის ესეც კარგად, მაგრამ ანუ თუ რამეზე დისკუსია უნდა მიდიოდეს, ამაზე უნდა მიდიოდეს მართლაც ასე. თანამშრომლობად ჩაითვალა და ეს მართლაც რომ გააძლიერებს ივანიშვილის რეჟიმს, თუ პირიქით იქნება პირიქით დაასუსტებს. და ხა ამაზე ჩვენ მათ შორის პროტესტის მონაწილეებში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი არგუმენტი არის მათი პოზიციის მხარდასაჭერადაც, ხო? ეს არგუმენტები დიდწილად მიუთითებს. ისე გამოვიდა, რომ მხოლოდ ლელომ დატოვა თითქოს რაღაც დისკუსიისთვის. სიურცე თქვენ თავიდანვე თქვით თქვენი პოზიცია არჩევნებში მონაწილეობაზე ერთიანი ნაციონალურ მოძრაობაც და კოალიციას ცვლილებებს იმათაც ბოიკოტზე ძალიან ადრევე განაცხადეს და გამოდის ახლა რომ მხოლოდ ლელო ცდილობს რომ ზოგი საყვედურობს რომ თქვი ბარემ ისე როგორც ეგეც არის კი თქვენ თუ ესაუბრებით ვინმე მე მაინც მგონია მე გითხარით რომ ჩვენ ვართ იმ ეტაპზე როდესაც სერიოზულად ვართ დაკავებული ამ უპარტიო არა პარტიებს გულისხმობ პარტიებს არა ჯერჯერობით საუბრის პროცესი არა ლელოსთან მზაობა გვაქვს იმიტომ გვაქვს მოლოდინი ისინიც მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას საბოლოო ჯამში და რა თქმა უნდა ვინც მიიღებს ვინც დაგვეწევა ამ პროცესში ასე ვთქვათ ნებისმიერ პარტიასთან ვართ მზად ამ კანდიდატებზე შესათანხმებლად იმიტომ რომ ეს არის ნამდვილად სივრცე იმისთვის რომ ჩვენ გარკვეული ტიპის ერთიანობას მოლოდინი გაქვთ რომ ლელო იქნება ასეთი ერთიანობას მივახცევთ ხო ნუ ლელო თუ არ იქნება შეიძლება ასე კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდეს და აი ეს ნაწილები და დავამთავროთ შეიძლება რომ ანუ ნახეთ თუ რამეზე უნდა იყოს მსჯელობა, უნდა იყოს მსჯელობა შემდეგ რამეზე, რომ არჩევნებისში დაბრუნება, ანუ პოლიტიკაში დაბრუნება, ეს არის დამაზიანებელი ივანიშვილის რეჟიმისთვის, ოცნების არალეგიტიმური რეჟიმისთვის თუ პირიქით. ანუ თუ ამაზე იქნება საერთო საყოველთაო შეთანხმება არგუმენტირებული. მაშინ კი ბატონო, მაგრამ ახლა იგივე ეს ბოლო კვლევები, ცნობილი კვლევა რაც კვირას გამოქვეყნდა. ხომ იქ საკმაოდ საინტერესო იყო ერთ-ერთი ჩემთვის, მაგალითად, საინტერესო ინფორმაცია იყო, რომ ჩვენი ქვეყნის, ну საერთოდ ზოგადი ქვეყნის დონეზე მონაცემს გულისხმობდა არა კონკრეტულად თბილისის ან რომელიმე ქალაქის, რომ ჩვენი მოსახლეობის 1/13, მხოლოდ 1/13-ია წინააღმდეგი ზოგადად არჩევნებში მონაწილეობაზე და არჩევნების როგორც ხელისუფლების სრულების ინსტრუმენტად მხოლოდ არ ვიცი მიესადაგება თუ არა ამას საკმაოდ მაღალი
რიცხვია ეგეც რა, როცა ამდენი ადამიანია მოწინააღმდეგე და დასარწმუნებელი. მაგრამ 2/3 კვლავ ემხრობა იმას, რომ ზოგადად პოლიტიკურმა პარტიებმა არჩევნებში ზოგადად ამ ქვეყანაში არჩევნების მიმართ რწმენა რო ჯერ არ გაუქმებულა ზოგადად როგორც ხელისუფლების გზა ეს ამ საზოგადოების და მისი რაღაცა ძალიან პატარა დემოკრატიული ჩანასახის მიღწევა არის, თუმცა არც არავის ამოცანა არ არის ზოგადად არჩევნების ერთი ინფორმაციაც უნდა გავახმოვანოთ, რომ აი იმ პოლიტიკური პარტიების ასე ვთქვათ ამ ხარდამჭერებშიც, ვინც რადიკალურად არიან წინააღმდეგი არჩევნებში მონაწილეობის, ნუ გასაგებია რომ პარტიებსაც გულისხმობ, მათ ერთ შემთხვევაში 30 და მეორე შემთხვევაში 40% ასევე არიან. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამომრჩეველი მრავალი წელი აძლევს ხმას და ასევე არიან თანახმა არჩევნებში მონაწილეობის სამომრჩეველი უფრო რეგიონებშია კონცენტრირებული და იქ უფრო მაღალია ზოგადად ხარდაჭერა. იაკობ კაჭკაჭაშვილი რო ყავდა სტუმრად ის ხსნიდა ნახნამაზე. გასაგებია თქვენი პოზიცია ბატონო გიორგი. მადლობა საინტერესო საუბრის დღეს ამ ეტაპზე.